მარკოზის სახარება, თავი პირველი. დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთისძისა. როგორც ისაია წინასწარმეტყველში წერია, აჰა მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოს, რომელიც მოამზადებს შენ გზას. ხმამ ღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. ივანე ნათლისმცემელი უდაბნოში მივიდა და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად. გამოდიოდა მასთან იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი და მდინარე იორდანეში მის მიერ ინათლებოდნენ და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ. ივანეს ემუსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა და ჭამდა კალიასა და ველურ თაფლს. ქადაგებდა და ამბობდა: ჩემ შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი დავიხარო და სანგლის თასმა გავუხსნა. მე წყლით გნათლავთ, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ. მოხდა იმ დღეებში, რომ მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და მოინათლა იოანეს მიერ იორდანეში. და უცბად, როდესაც წყლიდან ამოდიოდა, იხილა გახსნილი ცანი და სული მტრედივით გარდმომავალი მასზე. ცათაგან მოისმა ხმა: შენ ხარ ჩემი საყვარელიძე, რომელიც მოვიწონე მე. და დაუყოვნებლივ წაიყვანა იგი სულმა უდაბნოში. უდაბნოში 40 დღე იყო და სატანისაგან იცდებოდა იგი. ხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ. მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა, იესო მოვიდა გალილეას და ღვთის სახარებას ქადაგებდა. ამბობდა: აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება. როდესაც გალილეის ზღვის პირას დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ. იესომ უთხრა მათ: მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ. მათ მაშინვე მიატოვეს ბადები და გაჰყვნენ მას. ცოტა გაიარა და დაინახა იაკობს ზებედესზე და მისი ძმა იოანე. ისინი ნავში ბადეებს აკერებდნენ. მაშინვე დაუძახა, მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად და გაჰყვნენ მას. კაპერნაუმს მივიდნენ და მაშინვე შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. გაუცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი. მათ სინაგოგაში იყო კაცი არაწმიდა სულით შეპყრობილი. მან იყვირა: რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო, ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ ღვთისწმიდა. იესომ შერისხა იგი და უთხრა: გაჩუმდი და გადი მაგისგან. არაწმიდა სულმა შეანჭღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან. ყველანი განცვიფრდნენ ისე, რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც ემორჩილებიანო მას. მისი ამბავი მაშინვე გალილეის მთელ მხარეს მოედო. სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდნენ იოანესთან და იაკობთან ერთად. სიმონის სიდედრი კი იწვა ციებ-ცხელებით შეპყრობილი. მას მაშინვე უთხრეს მასზე. მივიდა, ხელი მოკიდა და წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ. საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიიყვანეს მას ყველა, ვინც ცნეული და ეშმაკეული იყო. მთელი ქალაქი შეკრებილიყო კართან. ბევრი ცნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ თავდა ეშმაკებს ელაპარაკად, რადგან ისინი იცნობდნენ მას. განთიადამდე ჯერ კიდევ ღამიანად ადგა. გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა. სიმონი და მასთან ყოფნი საჩქაროდ გაედევნენ მას. იპოვეს და უთხრეს: ყველა შენ გეძებს. უთხრა მათ: წავიდეთ სხვა ახლომახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული. დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და ეშმაკებს დევნიდა. მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შევედრა და უთხრა: თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განძმედა. შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: სურს, განიწმიდე. და მყისვე მოშორდა კეთრი და გაწმენდილი იქნა. კაცრად გააფრთხილა და უმალვე გაუშვა. უთხრა მას: უყურე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი გაწმედისათვის, რაც ბრძანა მოსე მათ და დასამოწმებლად. ის კი გავიდა და დაიწყო ბევრი ლაპარაკი და ამ ამბის გახმაურება ისე, რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ უდაბნო ადგილებში იმყოფებოდა და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან. თავი მეორე.
რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მოვიდა კაპერნაუმს და ხმა დაიხა სახლშიო. უცებ ბევრმა მოეყარა თავი, ისე რომ კარში ტევა არიღო და ასწავლიდა მათ სიტყვას. მოვიდნენ და მოიყვანეს მასთან დავრდომილი, რომელიც 4-ს მოჰყავდა. და რადგან მასთან მიყვანა შეუძლებელი იყო ხალხის გამო, იმ სახლს გადახადეს სახურავი, სადაც იგი იმყოფებოდა და გახსნეს და ჩაუშვეს საწოლი, რომელზედაც იწვა დავრდომილი. იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. იქ ზოგიერთი მწიგნობარი იჯდა და თავის გულში ფიქრობდა: რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთს აგმობს, ვის ძალუძ ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა. იესო თავისი სულით მაშინვე მიხვდა, რასაც გულში ფიქრობდნენ ისინი და უთხრა: ასეთი რამ გულში რად გაივლებ? რა უფრო ადვილია თქმა დავრდომილის მიმართ: შენი ცოდვები მოგეტევა თუ თქმა: ადექი აიღე შენი საწოლი და გაიარეო. ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცისწეს დედამიწაზე აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება, უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექი აიღე შენი საწოლი და წადი შენ სახლში. ადგა მაშინვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, ამბობდნენ: არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ. კვლავ გავიდა გზაზე, მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ. გაიარა და დაინახა საბაჟოსთა მჯდომარე ლევი ალფესი და უთხრა: გამომყევი მე. ისიც ადგა და გაჰყვა მას. როდესაც მის სახლში დაჯდა, იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალნი იყვნენ იქ, ვინც გაჰყვა მას. რაკი ფარისეველთა მწიგნობრებმა დაინახეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან? ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: მკურნალი ჯამრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ, მართალთა კი არა ცოდვილთა მოსახმობად მოვედი. იოანეს მოწაფეები და ფარისეველნი მარხულობდნენ. მოვიდნენ მასთან და უთხრეს: რატომაა რომ იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ? იესომ უთხრა მათ: განა შეუძლიათ მარხულობა მეკორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე თან აყავთ, არ შეუძლიათ მარხულობა, მაგრამ მოვა დღები, როცა ნეფე წაერთმევათ და იმარხულებენ იმ დღეს. ძველ ტანსაცმელს არავინ დაადებს საკერებელს ახალი ქსოვილისაგან, თორემ ახალი დაკერებული მოხევს ძველს და უარესად გაიგლიჯება. არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ. მოუხდა მას შაბათ დღეს ყანებზე გავლა და მისმა მოწაფეებმა თავთავების კრეფა დაიწყეს. ფარისევლებმა უთხრეს მას: აჰა, რატომ აკეთებენ, რაც შაბათ დღეს არაა ნებადართული? უთხრა მათ: არასოდეს არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდა მას და მასთან მყოფთ? როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს, ჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა გარდა მღვდლებისა, და თავისთან მყოფებსაც დაურიგა? უთხრა მათ: შაბათი ადამიანისათვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისათვის. ამრიგად, შაბათის უფალიც არის კაცისზე. თავი მესამე. და კვლავ შევიდა სინაგოგაში. იქ იყო კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი. უთვალთვალებდნენ ხომ არ განკურნავდა შაბათ დღეს, რომ ბრალი დაედოთ მისთვის. უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექი. მათ კი უთხრა: შაბათ დღეს კეთილის კეთება ნებადართული თუ ბოროტისა? სულის ხსნა თუ დაღუპვა? ისინი დუმდნენ. ესომ რისხვით გადახედა მათ, მათი გულქვეობით დამწუხრებულმა და იმ კაცს უთხრა: გაიწოდე ხელი. მანაც გაიწოდა და მოურჩა ხელი. ფარისევლებმა გამოსვლისთანავე მოითათბირეს ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაემართა. მას უამრავი ხალხი მიყვებოდა გალილეიდან და იუდეიდან, იერუსალიმიდან, იდუმეიდან, იორდანეს გაღმიდან. მრავალი ხალხი მოვიდა მასთან ტვიროსისა და სიდონის სანახებიდან, როცა შეიტყვეს რა მოიმოქმედა მან. თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროვებინა იგი. რადგან ბევრი განკურნა, მან ზედაწყდებოდა ყველა, ვისაც რა მსნეულება სჭირდა და ცდილობდა, რომ შეხებოდა მას. არაწმიდა სულებიც, როგორც კი მას დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ: შენ ახარ ძე ღვთისა. იესომ კაცრად უშლიდა მათ, რათა არ გაეცხადებინათ იგი. შემდეგ მთაზე ავიდა და მოუხმო, ვინც მას სურდა, და წავიდნენ მასთან.
12 ამოიჩია, რომ მასთან ერთად ყოფილიყვნენ, რათა გაეგზავნა საქადაგებლად და რათა ჰქონოდათ მათ განკურნებისა და ეშმაკების გამოდევნის ხელმწიფება. ამოარჩია 12, ზედმეტსახელად მისცა სიმონს პეტრე. იაკობ ზებედესას და იოანეს იაკობის ძმას უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს ქუხილის ძეებს, ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პურიც ვეღარ აჭამეს. მისიანებს მოესმათ და მის შესაპყრობად წავიდნენ, რადგან ამბობდნენ შეშლილიაო. იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს, ბელზებული ყავს და ეშმაკებს ეშმაკთა მთავრით სდევნისო. დაუძახა მათ და იგავებით ეუბნებოდა, როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა. თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლევს. თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლევს. და თუ სატანა თავის თავს წინ აღუდგა და გაიღო, ვეღარ გაძლევს, აღსასრული დაუდგა. ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერი სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები. თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს, მაშინღა გაძარცვავს მის სახლს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს და გმობა რამდენსაც უნდა გმობდნენ, ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას აღარასოდეს მიეტევება, არამედ სამუდამო ცოდვის თანამდებია, რადგან ამბობდნენ არაწმიდა სული ყავსო. მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად. მის გარშემო ხალხი იწყდა, როცა უთხრეს, გარეთ შენი დედა და შენი დანი და შენი ძმანი არიან და შენ გეძებენო. პასუხად უთხრა, ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები? მის გარშემო მსხდომთ გადახედა და თქვა, აჰა ჩემი დედა და ჩემი ძმები, რადგან ის, ვინც ღვთისნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც. თავი მეოთხე. კვლავ დაიწყო სწავლება ზღვისპირას. მასთან ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი. იმდენმა, რომ იგი ნავში ჩაჯდა და გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი კი ზღვისპირას იყო ხმელეთზე. ბევრ ამას ასწავლიდა იგი იგავებით და თავის მოძღვრებაში ამბობდა. ისმინეთ, აჰა გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა. მოვიდნენ ფრინველები და აგენგეს. ზოგი კლდოვან ადგილას დავარდა, სადაც ბევრი მიწა არ იყო და მალე აღმოცენდა, ვინაიდან მიწას სიღრმე არ ჰქონდა. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და რა კი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. ზოგი ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები და მოაშთეს იგი და მან ნაყოფი ვეღარ გამოიღო. ზოგი კარგ ნიადაგზე დაეცა და გამოიღო ნაყოფი. აღმოცენდა, გაიზარდა და იმატა 1.30-ად, 1.60-ად და 1.100-ად. ვისაც ყური აქვს სასმენად ისმინოს. როცა იგი მარტო დარჩა, მათ ვინც გარს ეხვია 12-თან ერთად, კითხეს იგავზე. მან უთხრა, თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ღვთისასუფევლის საიდუმლოსი, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ხდება, რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ. უთხრა მათ, არ იცით ეს იგავი, როგორღა გაიგებთ ყველა იგავს. თესველი სიტყვას თესავს. ისინი კი იმ გზის პირას არიან, სადაც ითესება სიტყვა. როგორც კი მოისმენენ, მაშინვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას. ასევე კლდოვანზე დათესილნი. ისინი არიან, რომლებიც როგორც კი სიტყვას მოისმენენ, მაშინვე სიხარულით მიიღებენ მას. მაგრამ ფესვი არ გააჩნიათ თავის თავში და ხანმოკლენი არიან და როგორც კი დგება გასაჭირიან და დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდებიან. სხვანი ეკალთა შორის დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ, მაგრამ წუთი სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულის თქმანი მათში შესვლისას აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო ხდება. კეთილ ნიადაგზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ და მიიღებენ და გამოაქვთ ნაყოფი 1.30-ად, 60-ად და 100-ად. უთხრა მათ, განა იმისთვის მოაქვთ სანთელი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ დადგან, განა იმისთვის არა, რომ სასანთლეზე დადგან. არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადეს და არც რამ დამალული, რომ არ გამომჟღავნდეს. თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს. უთხრა მათ, დაუკვირდით, რასაც ისმენთ. რომელი საწყალთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყობათ და მოგემატებათ. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და ვისაც არა აქვს,
ისიც წაერთმევა რაც აქვს. თქვა: ასეთია ღვთის სასუფეველი. კაცმა რომ თესლი ჩააგდოს მიწაში, ეძინოს და დგებოდეს ღამით თუ დღისით. თესლი კი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის როგორ. რადგან მიწა თვითონ გამოიღებს ნაყოფს, პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში. რა ჟამს მომწიფდება ნაყოფი, მაშინვე გამოგზავნის ნამგალს, რადგან მოაღწია მკა. თქვა: რა შევუდაროთ ღვთის სასუფეველი, ან რომელი იგავით გამოვხატოთ იგი? იგი მდოგვის მარცვალს აკავს, რომელიც მიწაზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის. დათესვის შემდეგ კი ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილეულად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს ისე, რომ მის ჭრილში ცის ფრინველნი იბუდებენ. მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა იგი სიტყვას, რამდენის მოსმენად შეეძლოთ. იგავის გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს. იმავე დღეს რომ უსაღამოვდა, უთხრა მათ: გადავცუროთ გაღმა, გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან სხვა ნავებიც იყო. ამოვარდა დიდი ქარიშხალი. ტალღები ნავს ეხეთქებოდა ისე, რომ ნავი უკვე ივსებოდა. ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, რომ ვიღუპებით, ნუ თუ არ გენაღვლება. წამოდგა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: დადუმდი, ჩადეკ. ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოდგა. უთხრა მათ: რატომ ხართ ასე მხდავნი? რატომ არა გაქვთ რწმენა? მათ დიდი შიშით შეეშინდათ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: ვინ არის ეს ქარიცა და ზღვაც, რომ მას ემორჩილება? თავი მეხუთე. გავიდნენ ზღვის გადაღმა, ღერასანელთა მხარეში. ნავიდან გადმოსულს მიეჭრა კაცის სამარხებიდან არაწმიდა სულით შეპყრობილი. მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა. ნაიდან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება. მუდამ დღედაღამ სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს. როგორც კი დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანისცა. ხმამაღლა ეყვირა და უთხრა: რა გინდა ჩემგან ძეო უზენაესი ღვთისა? ღმერთს გაპიცებ, ნუ მტანჯავ. რადგან უთხრა მას: გადი ამ კაცისაგან, არაწმიდა სულო. კითხა მას: რა არის შენი სახელი? მან უპასუხა: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ. ძალიან ევედრებოდა, რომ ამ არემარედან არ გაეძევებინა ისინი. იქ კი მთასთან ღორების დიდი კოლტი ძოვდა. შეევედრნენ მას და უთხრეს: მიგვრეკე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში. დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები შევიდნენ ღორებში. ეს კოლტი დაახლოებით 2000-მდე ყბოდედან ზღვას მიეწყდა და ჩაიხრჩო ზღვაში. ხოლო მათი მაძოვებელნი გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს და გამოვიდნენ, რომ ენახათ რა მოხდა. მოვიდნენ იესოსთან და ხედავენ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ყავდა, ზის შემოსილი და გონთმოსული და შეშინდნენ. ხილველებმა უამბეს მათ რა დაემართა ეშმაკეულს და ღორებს. დაუწყეს ხვეწნა გასცლოდა მათ საზღვრებს. როდესაც ადიოდა იგი ნავში, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, რომ თავისთან დაეტოვებინა. ნება არ დართო მას, არამედ უთხრა: წადი შენ სახლში, შენიანებთან და უთხარი მათ რა გიყო ღმერთმა და რაოდენ შეგიწყალა. წავიდა იგი და დაიწყო ქადაგება 10 ქალაქში, თუ როგორ მოექცა მას იესო და უკვირდა ყველას. როცა იესომ კვლავ გამოღმა გამოსცურა ნავით, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. ზღვის პირას იყო იგი. და აჰა მოვიდა სინაგოგის ერთი უფროსთაგანი, სახელად იაიროსი. დაინახა თუ არა იგი, მის ფერხთით დაეცა. ბევრს ევედრებოდა მას და ეუბნებოდა: ჩემი გოგონა სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს. წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი აედევნა და ზედაწყდებოდა. ერთმა ქალმა, რომელსაც 12 წელიწადი იყო, რაც სისხლის დენა სჭირდა, მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი მრავალი მკურნალისაგან და რაც რამ გააჩნდა, ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა უშველა. უარეს დღეში ჩავარდა. მოისმინა იესოზე. ხალხში ზურგს უკნიდან მოუარა და შეეხო მის სამოსელს. რადგან ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო. და იმ წამსვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და სხეულში იგრძნო, რომ განიკურნა სადღივარისაგან. და ამ დროს იესომ იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და უთხრა:
ვინ შეეხო ჩემს ამოსელს? მისმა მოწაფეებმა უთხრეს, ხედავ ხალხის ზედგაწყდება, შენ კი ამბობ ნიშემე ხო? მან მიმოიხედა, რომ დაენახა ამის ჩამდენი. ქალი, რომელმაც იცოდა, რაც თვითონ დაემართა, შიშით და თრთოლვით მივიდა. მის წინაშე დაემხოდა, მთელი სიმართლე უთხრა. მან კი უთხრა, ასულო, შენ მარწმენამ გიხსნა, წყადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან. ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის უფროსისაგან და უთხრეს, შენი ასული მოკვდა, რაღაცა უხებ მოძღვარს. იესომ კი ამ სიტყვების მოსმენისთანავე უთხრა სინაგოგის უფროსს, ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს. არავის დართონება წაყოლოდა პეტრეს, იაკობის და იოანეს, იაკობის ძმის გარდა. მივიდნენ სინაგოგის უფროსის სახლში და ხედავს, არეულობაა, ტირიან და ბევრს მოთქვამენ. შევიდა და უთხრა, რაზეც წუხართ და ტირით, არ მომკვდარა ბავშვი, სძინავს მხოლოდ. ისინი დასცინოდნენ მას, მან კი ყველანი გამორეკა. წაეყვანა ბავშვის დედმამა და მასთან მყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა. აიღო ბავშვის ხელი და უთხრა, ტალითა კუმი, რაც ნიშნავს, შენ გეუბნები გოგონა, ადეგ და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა. ნედან 12 წლისა იყო. მათ დიდად გაუგურდათ. მან მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს ამბავი. უთხრა, საჭმელი მიეცათ მისთვის. თავი მე-6. გავიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. თავისი მოწაფეებიც გახვნენ. შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა, საიდან აქვს ამას ეს ყველაფერი და რა სიბრძნე აქვს მინიჭებული, რა სასწაულები ხდება მისი ხელით. ეს ხურო არ არის მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები. ისინი ცდუნდებოდნენ მასში. უთხრა მათ იესომ, წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ გარდა თავისი სამშობლოსი, სანათესავოსი და საკუთარი სახლისა. ვერ მოახდინა ეგ ვერავითარი სასწაული გარდა იმისა, რომ მცირე რიცხოვან სნეულთ ხელები დაასხა და განკურნა. უკვირდა ურწმუნოება მათი. დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ. მოუხმო 12-ს და დაიწყო მათი წყურწყულად დაგზავნა და აძლევდა მათ ხელმწიფებას არაწმიდა სულებზე. გამოუცხადა მათ არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა ხელჯოხისა, არც პური, არც ფუთა, არც სპილენძის სარტყლით. ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორ-ორი მოსასხამი. უთხრა მათ, რომელ სახლში შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ იმ ადგილიდან არ გამოხვალთ. თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან წამოსვლისას თქვენ ფერხთაგან მტვერი დაიბერტყეთ მათთა დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სოდომისა და გომორისათვის უფრო ადვილი იქნება სამსჯავროს დღეს, ვიდრე იმ ქალაქისათვის. ისინი გავიდნენ და ქადაგებდნენ მონანიებას. სდევნიდნენ მრავალ ეშმაკს და სნეულებს ცხებდნენ ზეთს და კურნავდნენ. ესმა მეფე ჰეროდეს, ვინაიდან ცნობილი გახდა მისი სახელი და თქვა, იოანე ნათლისმცემელი აღმდგა რა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენო ძალები მასში. ერთნი ამბობდნენ ელია არისო, სხვები კი ამბობდნენ წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანიო. ეს რომ ესმა ჰეროდეს თქვა, ეს იოანეა მე რომ თავი მოკვეთე, ის აღმდგა რა მკვდრეთით. რადგან ჰეროდემ გაგზავნა იოანეს შესაპყრობად, საპყრობილეში შესაბორგად, თავისი ძმის ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, რადგან ცოლად ყავდა იგი. რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს, არ გეკუთვნისო შენი ძმის ცოლის ცოლად ყოლა. ჰეროდიას კი გული მოსდიოდა მასზე და სურდა მისი მოკლა, მაგრამ არ შეეძლო. ვინაიდან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, იცოდა რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა მას. როცა მას უსმენდა, დიდ საგონებელში იყო და სიამოვნებით უგდებდა ყურს. დადგა მარჯვე დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს სერობა გაუმართა თავის მთავრებს, 1000 მთავრებს და გალილეველ აზნაურებს. შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და აამებდა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს. მეფემ უთხრა ქალწულს, რაც გნებავს, მთხოვე და მოგცემ და დაუფიცა მას. რაც გინდა მთხოვო, მოგცემ ჩემს ნახევარ სამეფოსაც კი. გამოვიდა და კითხა დედამის, რა ვთხოვო? იოანე ნათლისმცემლის თავია, უპასუხა მან. და მყისვე სასწრაფოდ შევიდა მეფესთან. სთხოვა და უთხრა, სურს ახლავე ლანგრით მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო აღარ ისურვა მისთვის უარი ეთქვა. მყისვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა.
წავიდა იგი მოკვეთა მას თავის საპყრობილეში, ლანგრით მოიტანა მისი თავი და გადასცა ქალწულს, ხოლო ქალწულმა დედამის მისცა. ეს რომ მისმა მოწაფეებმა გაიგეს, მივიდნენ, აიღეს მისი გვამი და სამარხში ჩაასვენეს. შეიკრიბნენ იესოსთან მოციქულები და უამბეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს. უთხრა მათ, წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ. ვინაიდან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცვლიდნენ. წავიდნენ უდაბურ ადგილას მარტონი ნავით. დაინახეს ისინი, რომ მიდიოდნენ და ბევრმა იცნო. ფეხით გაედევნენ ყოველი ქალაქიდან და მათზე ადრე მივიდნენ. გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან უმწყემსო ცხრებივით იყვნენ და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება. გამოხდა კარგახანი და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს, უდაბურია ეს ადგილი, დრო კი უკვე გვიანია. გაუშვი ისინი, რომ წავიდნენ ახლომახლო დაბა სოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო. მაგრამ მან პასუხად უთხრა მათ, თქვენ მიეცით მათ საჭმელი. მათ კი უთხრეს, წავიდეთ 200 დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად. უთხრა მათ, რამდენი პური გაქვთ? წადით ნახეთ, გაიგეს და უთხრეს, 5 და 2 თევზი. მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მოლზე. დასხდნენ წყობრად 100-100-ად და 50-50-ად. აიღო 5 პური და 2 თევზი. ზეცა სახედა, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ამათვის ჩამოერიგებინათ. 2 თევზიც ყველას დაუნაწილა. ყველამ ჭამა და გაცხა. დარჩენილი ნატეხებიდან და თევზიდან 12 სავსე გოდორი აკრიფეს. პურის მჭამელი სულ 5000-მდე მამაკაცი იყო. ყისვე აიძულა თავისი მოწაფეები ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე ხალხს გაუშვებდა. ისინი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა სალოცავად და როცა შესაღამოვდა, ნავის შუა ზღვაში იყო, ის კი მარტო დარჩა ხმელეთზე. დაინახა, რომ მათ უჭირდათ ნაოსნობა, ვინაიდან პირქარი იყო. ღამის მეოთხე გუშაგობაზე წავიდა იგი მათკენ ზღვაზე მოსიარულე. უნდოდა მათთვის გვერდი აევლო. ხოლო მათ ზღვაზე მავალი რომ დაინახეს იგი, იფიქრეს მოჩვენება არისო და შეჰყვირეს. ვინაიდან ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ. ის კი მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა, გამხნევდით, ეს მე ვარ, ნუ გეშინიათ. ავიდა ნავში მათთან და ჩადგა ქარი და ძალიან უკვირდათ თავიანთ გულში, ვინაიდან გაოგნებულნი იყვნენ პურების გამო, მაგრამ გული გაქვავებული ჰქონდათ. გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მიწას და ჩაუშვეს ხუზა. როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, უმალვე იცნეს იგი იქაურებმა. შემოირბინეს მთელი ის ქვეყანა და დაიწყეს საწოლებით სნეულთა გამოყვანა ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ აქარისო. სადაც არ უნდა შესულიყო დაბებში, ქალაქებში თუ სოფლებში, სხამდნენ თავიანთ სნეულებს მოედნებზე და ევედრებოდნენ, რომ მისი სამოსლის კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა. ვინც კი ეხებოდა, იკურნებოდა კიდეც. თავი მეშვიდე. შეიკრიბნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან მოსული ზოგიერთი მწიგნობარი. დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ბინძური, ესე იგი დაუბანელი ხელებით ჭამდა პურს. რადგან ფარისევლნი და იუდეველნი ყველანი იცავენ წინაპართა ჩვეულებას და ისი არ ჭამენ, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი. ბაზრიდან დაბრუნებულები განბანის გარეშე არ ჭამენ. სხვაც ბევრი რამ არის, რაც მიიღეს შესასრულებლად. სასმისების, თასების, სპილენძის ქვაბების გავლება წყალში. მაშინ კითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა. რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემის მიხედვით და დაუბანელი ხელებით ჭამენ პურს? ხოლო მან უთხრა მათ, კარგად წინასწარმეტყველებდა თქვენისთანა თვალთმაქცევზე, ესაია წინასწარმეტყველი, როგორც წერია. ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან. ამაოდ მეკცევიან მოწიწებით, ასწავლიან რა მოძღვრებებს, ადამიანურ მცნებებს. ვინაიდან თქვენ მიგიტოვებიათ ღვთისმცნებანი და იცავთ კაცთა გადმოცემას, სასმისების, თასებისა და მრავალი სხვა ამგვარის გავლებას. უთხრა მათ, კარგია განა რომ ღვთისმცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ. მოსემ თქვა, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა. მამისა კი დედისა აუგის მთქმელი, სიკვდილით მოკვდეს. თქვენ კი ამბობთ, თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას, ყორბან, ესე იგი ძღვენიო, ღმერთს, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, მას თქვენ ნებას არ თავთ, აღარაფერი გააკეთოს მამისთვის ან დედისათვის.
თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, აუქმებთ ღვთის სიტყვას და სხვასაც ბევრს აკეთებთ ამის მსგავს. მოუწოდა კვლავ ხალხს და უთხრა: მომისმინეთ ყველამ და შეიგნეთ, არაფერი ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა, არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს. თუ ვინმეს ყურები აქვს სასმენად, ისმინოს. როდესაც ხალხს გაერიდა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა კითხეს მას იგავზე. მან უთხრა მათ: ნუ თუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუც მისი წაბილწვა, ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გამოდის ფეხის ალაგში. ამ წმინდად გამოაცხადა ყველაფერი საზრდო. შემდეგ უთხრა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს, ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტის რახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, ბრუშობანი, ანგარებანი, ზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნობა და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს. ადგა იქიდან და ტვიროსის საზღვრისკენ გასწია. სახლში რომ შევიდა, არ უნდოდა ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა. ვინაიდან მის შესახებ მაშინვე გაიგო ერთმა დედაკაცმა, რომლის ასულსაც არაწმიდა სული ჰყავდა, მოვიდა და დაემხო მის ფერხთით. ეს დედაკაცი კი ბერძენი იყო, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი. ემუდარებოდა, რომ განედევნა ეშმაკი მისი ასულისაგან, ხოლო იესომ უთხრა მას: მოითვინე, ჯერ შვილები გაწყდნენ, თორემ არ არის კარგი შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო. მან მიუგო და უთხრა: მართალია უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ მაგიდის ქვეშ ჭამენ შვილების ნამცეცებს. მან უთხრა: მაგ სიტყვისათვის წადი, ეშმაკი გასულია შენი ასულისაგან. წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი საწოლზე იწვა, ეშმაკი კი გასული იყო. კვლავ გამობრუნდა ტიროსის საზღვრებიდან და მივიდა სიდონის გზით გალილეის ზღვისკენ, 10 ქალაქის საზღვრების გავლით. მოიყვანეს მასთან ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ ხელი და ედომისთვის. წაიყვანა იგი ცალკე ხალხისაგან მოშორებით, თითებით ყური დაუცო და ანერწყვა და შეეხო მის ენას. წასახედა, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფათა, რაც არის განიხსენ. მტკიცვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის ბორკილიც აეხსნა და გამართულად ალაპარაკდა, უბრძანა მათ. არავისთვის ეთქვათ, მაგრამ რაც უფრო მეტად უგრძალავდა, მით უფრო აცხადებდნენ. მეტის მეტად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივე სასიკეთოდ აკეთებს, ყრუებს სმენას აძლევს და მუნჯებს ალაპარაკებს. თავი მერვე. იმ დღეებში დიდძალმა ხალხმა მოეყარა თავი, საჭმელი კი არაფერი გააჩნდათ. მან უხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეწოდება ეს ხალხი, რადგან უკვე 3 დღეა რაც ჩემთან არიან და საჭმელი არაფერი აქვთ. შივრები რომ გავუშვა შინ, დაუძლურდებიან, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდან არის მოსული. მისმა მოწაფეებმა მიუგეს მას: საიდან შეიძლება ამდენი ხალხის უდაბნოში დაბურება? კითხა მათ: რამდენი პური გაქვთ? მათ უთხრეს: 7. მაშინ უბრძანა ხალხს მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო 7 პური, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ. მათაც ჩამოურიგეს ხალხს. რამდენიმე თევზიც ჰქონდათ, აკურთხა და უბრძანა ისინიც ჩამოერიგებინათ. ჭამეს და გაცხდნენ. დარჩენილი ნატეხებისგან 7 კალათი აიღეს. ისინი კი 4000-მდე იყვნენ და გაუშვა ყველანი. უმალვე ავიდა ნავზე თავის მოწაფეებთან ერთად და მივიდნენ დალმანუთის მხარეში. გამოვიდნენ ფარისევლნი და დაუწყეს დავა და მოსთხოვეს ციდან ნიშანი, რომ გამოეცადათ. სულით ამოიოხრა და თქვა: რისთვის თხოვლობს ეს მოდგმა ნიშანს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ მოდგმას ნიშანი არ მიეცემა. და მიატოვა ისინი, კვლავ ავიდა ნავზე და გაღმა გავიდა. დაავიწყდათ პურის წაღება, ნავში კი 1 პურის მეტი არ ჰქონდათ. დაარიგა ისინი და უთხრა: გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისევლთა საფუარს და ჰეროდიანთა საფუარს. ისინი კი ერთმანეთში მსჯელობდნენ, ალბათ იმიტომ, რომ პური არ გვაქვსო. იესომ შეამჩნია და უთხრა მათ: რას მსჯელობთ? პური რომ არ გაქვთ? ნუ თუ კიდევ ვერ გაგიგიათ და ვერ შეგიგნიათ, გული გაგიქვავდათ, თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყური გაქვთ და არ გესმით და არც გახსოვთ. როცა 5 პური დავტეხე 5000 კაცისათვის, რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე? უთხრეს 12. როცა 4000-ისათვის 7 პური დავტეხე,
რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე? უთხრეს 7. უთხრა მათ, როგორ ვერ მიხვდით? მივიდნენ ბეთსაიდას და მოუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას. ჩაკიდა ბრმას ხელი, გაიყვანა იგი სოფლიდან, თვალებზე დაანერწყვა, დაადო ხელები და კითხა, ხედავ რამეს? მან აიხედა და თქვა, ხედავ ადამიანებს, როგორც ირგვლივ მოარულ ხეებს. შემდეგ კვლავ დაადო ხელები თვალებზე, დააცქერდა, განკურნა და ყველაფერს ნათლად ხედავდა. გაისტუმრა შინ და უთხრა, სოფელში ნუ შეხვალ. წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში. გზა და გზა ელაპარაკებოდა იგი თავის მოწაფეებს და ეკითხებოდა, რას ამბობს ხალხი, ვინ ვარ მე? მათ უთხრეს, იოანე ნათლისმცემელიო. სხვები ამბობდნენ, ელიაო, სხვები ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო. მან კითხა მათ, თქვენ რაღაც იტყვით, ვინ ვარ მე? პეტრემ უთხრა, შენ ხარ ქრისტე. გააფრთხილა ისინი, რომ არავისთვის ეთქვათ მასზე. დაუწყო სწავლება, რომ კაცის წეს მართებს მრავალი ტანჯვა აიტანოს. უარყოფილი იქნეს უხუცესების, მუდამთავრებისა და მწიგნობრების მიერ. მოიკლას და მესამე დღეს აღდგეს. ცხადად ამბობდა სიტყვას. გვერდზე გაიხმო პეტრემ და დაუწყო კითხვა. ის კი მობრუნდა და გადახედა თავის მოწაფეებს. პეტრეს გაუწყლა და უთხრა, მომცილდი სატანავ, ვინაიდან ღვთისას კი არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას. დაუძახა ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა, თუ ვინმე სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს. ვინაიდან ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, იგი დაკარგავს მას. ხოლო ვინც ჩემი, ანდა სახარების გულისთვის დაკარგავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას. რა ხეირია ადამიანისათვის, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სულს კი ავნებს? ან რისი მიცემა შეუძლია ადამიანს თავისი სულის სანაცვლოდ? რადგან ვისაც შერცხვება, შენი და ჩემი სიტყვებისა ამ რუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის დესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებაში, წმინდა ანგელოზებით. თავი მეცხრე. უთხრა მათ იესომ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომელნიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სასუფეველს ძლიერებით მოსულს. 6 დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე. აიყვანა მაღალმთაზე მარტო ისინი და ფერი იცვალა მათ წინაშე. გაბრწყინდა მისი ტანისამოსი და ძალზე თეთრი გახდა. ისეთი, რომ გამთეთრებელს ამ ქვეყანაზე არ ძალუც ისე გათეთრება. ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და ესაუბრებოდნენ იესოს. პეტრემ უთხრა იესოს, რაბი, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა? გავაკეთოთ 3 კარავი, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას. ვინაიდან არ იცოდა რა ეთქვა, რადგან ყველა შეშინებული იყო. გამოჩნდა ღრუბელი, რომელმაც დაჩრდილა ისინი, ხოლო ღრუბლიდან გამოვიდა ხმა. ეს არის ჩემი საყვარელი ძე, უსმინეთ მას. უეცრად მიმოიხედეს, მაგრამ ირგვლივ ვერავინ დაინახეს გარდა იესოსი. როდესაც მთიდან ძირს ჩამოდიოდნენ, გააფრთხილა არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, ვიდრე კაცის ძე მკვდრეთით აღდგებოდა. ეს სიტყვა გულში ჩაიდეს და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა? კითხეს მას, რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო? მან უპასუხა მათ, მართალია პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველივე. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი ტანჯვა და დამცირება? მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია მოვიდა და მას ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ და როგორც დაწერილია მასზე. როცა მოწაფეებთან მივიდა, იხილა მათ ირგვლივ დიდძალი ხალხი და მათთან მოკამათე მწიგნობრები. მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა და გაუკვირდათ. მორბოდნენ მასთან და ესალმებოდნენ. კითხა მათ, რაზე ედავებით ამათ? ხალხიდან ერთ-ერთმა მიუგო, მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელიც უტყვის სულით არის შეპყრობილი. სადაც კი შეიპყრობს, ძირს ანარცხებს და გადმოსდის დუჟი, კბილებს აღსჯენს და შეშტება. თხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს. მიუგო მათ და უთხრა, ხოი ურწმუნო მოდგმავ, როდემდე ვიქნები თქვენთან, როდემდე უნდა გითვინოთ თქვენ? მომიყვანეთ იგი და მიუყვანეს მას. როგორც კი სულმა დაინახა, იგი დაანარცხა, დაეცა მიწაზე, გორავდა და დუჟის დიოდა. კითხა მის მამას, რამდენი ხანია რაც ეს დაემართა? უთხრა, პატარაობიდან. ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რათა დაეღუპა. თუ კი რამე შეგიძლია, შეგვიბრალე და გვიშველე. ხოლო იესომ უთხრა, თუ კი რამე შეგიძლიაო, მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.
ბავშვის მამამ იმ წამსვე შესძახა ცრემლმორეულმა, წამს უშველე ჩემს ურწმუნოებას. როგორც კი დაინახა იესო, რომ ხალხი მორბის, შერიცხა არაწმინდა სული და უთხრა, უთყო და ყრუსულო, გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში. დაიყვირა, შეანჭღრია იგი ძალუმად და გავიდა. ის კი მკვდარებით გახდა ისე, რომ ბევრი ამბობდა კიდეც მოკვდაო. იესო მოკიდა ხელი, წამოაყენა და ისიც ფეხზე დადგა. შინ რომ შევიდა, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით კითხეს მას, ჩვენ რატომ ვერ გავდევნეთ იგი? ხრა მათ, ეს მოდგმა სხვანაირად ვერ გამოვა თუ არა ლოცვითა და მარხვით. იქიდან წასულები გალილეაზე გადიოდნენ. არ უნდოდა რომ ვინმეს ეცნო, ვინაიდან ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა, კაცის ძე გადაცემული იქნება კაცთა ხელში. მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება. მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები, მაგრამ კითხვასაც ვერ უბედავდნენ. მივიდნენ კაპერნაუმში. სახლში ყოფნისას კითხა მათ, რაზე მსჯელობდით გზაში? ისინი დუმდნენ, ვინაიდან გზაში ერთმანეთში მსჯელობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. დაჯდა თუ არა უხმო იმ 12-ს და უთხრა, თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იქნება ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური. მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შუა, მოეხვია და უთხრა მათ, ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, ის მემღებულობს. ხოლო ვინც მემღებულობს, ის მე კი არ მღებულობს არამედ ჩემს მომავლინებელს. ივანემ უთხრა, მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, ჩვენ კი არ მოყვება და ჩვენ აუგრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოყვება. იესომ უთხრა, ნუ უგრძალავთ, ვინაიდან არავის, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, არ ძალუს ჩემი ასე იოლად გმობა. ვინაიდან ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის. ვინც თქვენ წყალს შეგასმევთ სასმისით ჩემი სახელით, რაგი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური. ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელთაც მე ვწამვა, რაც დუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ. თუ გაცდუნებს, შენი ხელი მოიკვეთე იგი, გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით შეხვიდე ჯოჯოხეთში, დაუშრეტელ ცეცხლში, სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. თუ გაცდუნებს, შენი ფეხი მოიკვეთე იგი, გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ, სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. თუ გაცდუნებს, შენი თვალი ამოითხარე იგი, გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთისასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგაგდონ ჯოჯოხეთში, სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. ვინაიდან ყოველნი ცეცხლით დამარილდებიან და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება. მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი შეანელებთ მას, იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში. თავი მიათე. ადგა იქიდან და მივიდა იუდეას მხარეში და იორდანეს გაღმა. კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და თავის ჩვეულებისამებრ კვლავ ასწავლიდა მათ. მოვიდნენ ფარისეველნი და დაუწყეს გამოსაცდელად გამოკითხვა. ნებადართული თუ არის კაცმა თავისი ცოლი გაუშვას, მან მიუგო მათ, რა დაგიწესათ მოსემ? მათ უთხრეს, გაყრილობის წიგნის დაწერა და გაშვება. უთხრა მათ იესომ, თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება. მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან. ამრიგად რაც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მას. სახლში მოწაფეებმა კვლავ კითხეს ამაზე. უთხრა მათ, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვა შეერთავს, იგი მრუშობს მის მიმართ. თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს. მოყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ. მოწაფეები კი კიცხავდნენ მომყვანებს. ეს რომ შეამჩნია, იესომ გაწყრა და უთხრა მათ, გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთისასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთისასუფეველს, ვერ შევაშიგ. მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი. გზაზე რომ გამოდიოდა, ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა. კეთილო მოძღვარო, რა ვქნა რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო? ხოლო იესომ უთხრა, რატომ იწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი გარდა ერთისა, ღვთისა. იცი მცნებანი, არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, არ იყო ცრუ მოწმე, არ მოატყუო,
პატივი ეცი შენს მამას და დედას. მან მიუგო. მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი. იესომ შეხედა მას, შეუყვარდა და უთხრა: ერთი რამ გაკლია. წადი, რაც გაქვს გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი. ხოლო ის შეწუხდა ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდ ძალი ქონება ჰქონდა. იესო მიმოიხედა ირგვლივ და უთხრა თავის მოწაფეებს: რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში. მოწაფეები შეაქრთო მისმა ნათქვამმა, იესომ კი კვლავ მიუგო მათ: შვილებო, რა ძნელია ღვთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზე ამინდობილი. უმალ აქლემი გაძრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. იმათ კი უფრო მეტად გაიოცეს და ერთმანეთში ამბობდნენ: ვისღა შეუძლია გადარჩესო? შეხედა მათ იესომ და თქვა: ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია. დაუწყო პეტრემ ლაპარაკი მას: აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოყრევით. ხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არავინ არის რომ ჩემი გულისათვის, სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი პირველნი. იერუსალიმს მიმავალ გზას რომ ადგნენ, მათ წინ მიუძღოდათ იესო და გრთოდნენ ისინი. თანმხლებთაც ეშინოდათ. კვლავ მოიხმო ის 12 და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა შეემთხვეოდა მას. აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცისძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს. სასიკვდილო მსჯავრს დასწებენ და გადასცემენ წარმართებს. შებღალავენ მას, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ. მესამე დღეს კი აღდგება. მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი იაკობი და იოანე და უთხრეს: მოძღვარო, გვინდა შეგვისრულო, რასაც გთხოვთ. უთხრა მათ: რა გინდათ რომ შეგისრულოთ? მათ უთხრეს: ნება მოგვეცი ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს, ხოლო მეორე მარცხნივ შენს დიდებაში. იესომ უთხრა მათ: არ იცით რა სიტყვთ. განა შეგიძლიათ ეს სასმისის შესვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები? მათ უთხრეს: შეგვიძლია, ხოლო იესომ უთხრა მათ: სასმის, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით. ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის, არამედ მათზე, ვისთვისაც გამზადებულია. ეს რომ გაიგო იმ ათმა, დაიწყეს ტვინვა იაკობსა და იოანეზე. იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით რომ ისინი, ვინც ხალხების მთავრებად არიან მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე? მაგრამ თქვენ შორის ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენ შორის დიდობა სურს, ის თქვენი მსახური იყოს. ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა. რადგან კაცისძე არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად. მოვიდნენ იერიხონს. იერიხონიდან რომ გადიოდა, თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმესძე ბარტიმეოსი. როგორც კი ყური მოკრა, რომ ეს იესო ნაზორეველიაო, მორთო ყვირილი და ამბობდა: იესო დავითის ძეო, შემიწყალე. ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ უფრო მეტად ყვიროდა: დავითის ძეო, შემიწყალე. შედგა იესო და თქვა: დაუძახეთ მას. დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექი გეძახის. მან გადაიგდო მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან. იესომ მიუგო მას: რა გინდა რომ გაგიკეთო? ბრმამ უთხრა: რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს. იესომ უთხრა მას: წადი, შენ მარწმენამ გიხსნა და მას მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა იესოს გზაზე. თავი მე-11. როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, წარგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინ არის. როგორც კი შიგ შეხვალთ, მაშინვე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ შემჯდარა. ახსენით და მოიყვანეთ. თუ ვინმე მგითხრათ ამას რა შვებითო, უთხარით რომ უფალს სჭირდება და უმალ დაგიბრუნებს თქო. წავიდნენ, იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი და აუშვეს იგი.
იქ მდგომთაგან ზოგიერთმა უთხრა მათ, რა შვებით, რატომ უშვებთ ჩოჩორს? მათ უთხრეს, როგორც იესომ დაარიგა და ისინიც მოეშვნენ. მიგვარეს ჩოჩორი იესოს. ზედ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე. ბევრმა დაუფინა გზაზე მას თავისი ტანისამოსი. ზოგმა კი მინდორში მოჭრილი ტოტები. წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ, ოსანა, კურთხეულარს უფლის სახელით მომავალი. კურთხეულარს ჩვენი მამის დავითის მომავალი სამეფო, ოსანა მაღალთაშინა. შევიდა იესო იერუსალიმში, მის ტაძარში და დაათვალიერა ყველაფერი. უკვე გვიანი იყო და იმ 12-თან ერთად გაემართა ბეთანიისაკენ. მეორე დღეს ბეთანიიდან რომ გამოვიდნენ, მოშივდა. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე. წავიდა ვინძლოზე დრამე ვიპოვო, რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი, ვინაიდან არ იყო ლეღვობის დრო. უთხრა მას, ნუ ღარავინ ჭამოს უკუნისამდე ნაყოფი შენი და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა. მივიდნენ იერუსალიმში. შევიდა ტაძარში იესო და დაიწყო ტაძარში გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა. მეკერმეთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები ააყირავა. არანებებდა რაიმე საგნის გატან გამოტანას ტაძარში. ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა, არ წერია, ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ხალხისთვისო, თქვენ კი ავაზაკთა ბუნა გადააქციეთ. გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ცდილობდნენ როგორმე დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელი ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით. და მოსაღამოვდა, როცა გავიდნენ ქალაქიდან. დილით რომ ჩაიარეს, დაინახეს რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო. გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას, რაბი, აჰა ის ლეღვი შენ რომ დასწყევლე, გამხმარა. პასუხად უთხრა მათ იესომ, იქონიეთ ღვთის რწმენა, ჭეშმარიტად გეტყვით რომ, ვინც ეტყვის ამ თას, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო და გულში არ შეეჭვდება არამედ ირწმუნებს რომ ისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას. ამიტომ გეუბნებით, ყველაფერს რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ რომ მიიღებთ და მოგეცემათ. როცა დგახართ და ლოცულობთ, მიუტევეთ თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, არ მოგიტევებთ თქვენ შეცოდებებს. კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როცა იგი ტაძარში მიმოდიოდა, მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან. უთხრეს მას, რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება? ხოლო იესომ უთხრა მათ, მეც გკითხავთ ერთ სიტყვას, მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. იოანეს ნათლობა ზეციდან იყო თუ კაცთაგან? აბა მიპასუხეთ. ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ, თუ ვიტყვით რომ ზეციდანო, გვეტყვის, მაშინ რაღაცომ არ იწამეთო მისი? ხოლო თუ იტყოდნენ კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას მიაჩნდა რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო და უთხრეს იესოს პასუხად, არ ვიცით. იესომაც უთხრა მათ, არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. თავი მე-12. დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი. კაცმა გააშენა ვენახი, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააშენა. გადასცა იგი მიწის მუშაკთ და გაშორდა. ჟამა რომ მოაწია, მონა გაუგზავნა მიწის მუშაკთაგან ვენახის ნაყოფის მისაღებად. მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. კვლავ სხვა მონა გაუგზავნა, იგი თავში დაჭრეს და შეურაცხყვეს. სხვა გაგზავნა და ისიც მოკლეს. კიდევ ბევრი სხვა, ზოგი სცემეს და ზოგიც მოკლეს. კიდევ ყავდა ერთი საყვარელიძე. ბოლოს ისიც გაუგზავნა მათ, თქვა, ჩემი ძის მოერიდებათო, მაგრამ მიწის მუშაკებმა უთხრეს ერთმანეთს, ეს მისი მემკვიდრეა, მოდით მოვკლავთ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო. შეიპყრეს იგი, მოკლეს და გადააგდეს ვენახიდან. რაღაც იზამს ვენახის პატრონი. მოვა ამოწყვეტს მიწის მუშაკ და ვენახს ხვებს გადასცემს. ნუ თუ არ წაგიკითხავთ ეს წერილი, ლოდი რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისმიერ იყო ეს და საოცრებაა ჩვენს თვალში. შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ რომ მათზე თქვა ეს იგავი. მიატოვეს იგი და წავიდნენ. მიუგზავნეს მას ზოგიერთი ფარისეველთაგან და ჰეროდიანთაგან, რომ დაეჭირათ სიტყვაში. ისინი კი მივიდნენ და უთხრეს, მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ და არავის ერიდები, რადგან კაცთა გარეგნობას არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს, თუ არა, მივცეთ თუ არ მივცეთ. ხოლო მან იცოდა რა მათი თვალთმაღწობა, უთხრა მათ,
რატომ ვწდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო. მიუტანეს და მაშინვე კითხა მათ, ვისია ეს სახე და წარწერა? კეისრისაო, უთხრეს მას. იესომ უთხრა მათ, მიეცით კეისრისა კეისარსა, ღვთისა ღმერთს და გაუკვირდათ მისი. შემდეგ მოვიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო და კითხეს მას. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება მას ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლი და აღუდგინოსო თესლი თავის ძმას. იყო 7 ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია. მეორემ შეირთო იგი და მოკვდა, არც მას არ დარჩენია შთამომავლობა, ასევე მესამე. 7-თაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა, ყველა შემდეგ კი დედაკაციც მოკვდა. აღდგომისას როცა აღდგებიან, იმათთაგან ვისი ცოლი იქნება, ვინაიდან 7-ვეს ყავდა ცოლად, იესომ უთხრა მათ, იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღვთისძალა? ვინაიდან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუ თუ არა მოგიკითხავთ მოსეს წიგნში, მაყლოვანზე როგორ უთხრა ღმერთმა მას, მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. მკვდრების ღმერთი კი არა, არამედ ცოცხლებისაა. თქვენ კი ძალიან ცდებით. ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგი პასუხი გასცა მათ, მიუახლოვდა და კითხა, რომელია უპირველესი მცნება? იესომ მიუგო მას, პირველი არის ისმინე ისრაელო. უფალი ღმერთი ჩვენი, უფალი ერთია. შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენით და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორე არის შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს. უთხრა მას იმ წიგნობარმა, კეთილი მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი შენ, ვინაიდან ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა. გიყვარდეს იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და გიყვარდეს მოყვასი ვითარცა თავი შენი. ყველა ყოვლად დასაწველსა და შესაწირავზე მეტია. ესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა და უთხრა მას, შორს არ დგახარ შენ ღვთის სასუფევლისგან. ამის შემდეგ ვეღარავინ შებე და რამე ეკითხა. იესო კვლავ სწავლიდა ტაძარში და ამბობდა, როგორ ამბობენ წიგნობარნი, ქრისტე დავითის ძია? ვინაიდან თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით, უთხრა უფალმა ჩემს უფალს, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა სადგამად. თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე? მრავალი ხალხი უსმენდა მას სიამოვნებით და თქვა თავის მოძღვრებაში, ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი უყვართ, ხოლო სინაგოგებში წინარიგები და ნადიმებზე წინა ადგილები, რომელნიც გადასჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ. საგანძურის წინ მჯდარი ესო ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ბევრმა მდიდარმა ბლომად ჩაყარა. მოვიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ჩადო ორი ლეპდა, რომელიც კოდრანტს შეადგენს. დაუძახა მან თავის მოძაფეებს და უთხრა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო. ვინაიდან ყველამ თავისი სიუხვისაგან ჩადო, ამან კი თავისი სიმწრისაგან ჩადო. ყველაფერი რაც კი რამ გააჩნდა, მთელი თავისი სარჩოსაბადებელი. თავი მე-13. როცა ტაძრიდან გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა, შეხედე მოძღვარო, რა ქვებია და რა შენობები. მიუგო იესომ, ხედავ ამ დიდ შენობებს, ქვაქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს. როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა ტაძრის წინ, განმარტოებით, კითხეს მას პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ. გვითხარი, როდის მოხდება ეს? ანდა რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა მოხდეს? დაუწყო მათ იესომ ლაპარაკი, გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის მე ვარო და მრავალს შეაცდენენ. როდესაც მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს, ნუ შეზრძუნდებით. ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ და შიმშილობანი. ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია. თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს, ვინაიდან გადაგცემენ სამსჯავროზე, გცემენ სინაგოგებში, გამგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო,
მათ წინაშე დასამოწმებლად. ჯერ სახარება უნდა ეკადაგოს ყველა ერს. როცა წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ რა ელაპარაკოთ, არამედ რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმინდა. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. მოძულებულნი იქნებით ყველას მიერ ჩემი სახელის გამო, ხოლო ვინც ბოლომდის მოითმენს, ის გადარჩება. ხოლო როცა იხილავთ გატიალების სიბილძეს, იქ მდგომარეს, სადაც არ უნდა იყოს, მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს. ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა მაშინ და ნუ რჩევა შიგნით შინიდან რაიმეს გამოსატანად. ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსვლის გამოსატანად. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში. ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს. ვინაიდან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა დღევანდელ დღემდე და აღარც არასოდეს იქნება. უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერახორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ ის დღეები შეამოკლა იმ რჩეულთათვის, რომლებიც მან ამოირჩია. მაშინ თუ ვინმე გეტყვით, აჰა, აქ არისო ქრისტე, ან აჰა, იქო, არ ერწმუნოთ, ვინაიდან აღდგებიან ცრუ ქრისტეები და ცრუ წინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუ კი შეძლებენ. თქვენ კი გაფრთხილდით, წინასწარ გითხარით ყველაფერი, მაგრამ იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, ზედაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს. იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები. მაშინ იხილავენ კაცის ძეს ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალით და დიდებით. მაშინ იგი წაგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს 4 თავ ქართაგან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე. ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი, როცა მისი რტოები დარბილდება და შეიფუთლება, იცით რომ ახლოა ზაფხული. ასევე როცა იხილავთ რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ რომ კარსაა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ. მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამა. გაფრთხილდით, იფხიზლეთ, ილოცეთ, ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი. ისევე როგორც შორგზაზე მიმავალმა კაცმა, მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს უბრძანოს ფხიზლად ყოფნა. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი, საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყიდულზე თუ განთიადისას, რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, ძინარენი არ გპოვოთ, რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები, იფხიზლეთ. თავი მე-14. 2 დღის შემდეგ იყო პასექისა და უფუარობის დღესასწაული. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ღონეს ეძიებდნენ, როგორ შეეპყროთ იგი მზაკრულად და მოეკლათ. რადგან ამბობდნენ, ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აღშფოთდესო. როცა იესო ბეთანიაში იყო სიმონ კეთროვნის სახლში და სუფრას უჯდა, მოვიდა დედაკაცი, რომელსაც ალებასტრონით ჰქონდა სუფთან ელსაცხებელი, ძვირად ღირებული ნარდისა. გატეხა მან ალებასტრონი და თავზე მოასხა მას. ზოგიერთნი აღშფოთდნენ და ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. ასე რად გაიფლანგა ნელსაცხებელიო? ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა 300 დინარზე მეტად და ღარიბებისათვის დარიგებაო? ასე კიცხავდნენ მას. ხოლო იესომ უთხრა მათ, მოეშვით მაგას, რატომ არ ცხვენთ? მაგან ხომ სიკეთე მიყო. ნედან ღარიბნი მუდამ თქვენთან აკავთ და თუ კი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით. მან ის გააკეთა, რაც შეეძლო. წინასწარ ცხო ჩემს ხელს დასამარხავად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ წუთის სოფელში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისივე მოსაგონებლად. იუდა ისკარიოტელი, ერთი იმ 12-თაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი. მათ კი რომ მოისმინეს, გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი. უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავს წირავდნენ, მისმა მოწაფეებმა უთხრეს მას, სად გინდა რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? გაგზავნა 2 თავისი მოწაფეთაგანი და უთხრა მათ, წადით ქალაქში და შემოგეკრებათ კაცი, რომელსაც კოგით წყალი მოაქვს. გახევით მას.
სადაც შევა უთხარით სახლის პატრონს, მოძღვარმა თქვა, სად არის ჩემი სასტუმრო ოთახი, სადაც ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამ პასექს, ის გიჩვენებთ ზემო თვალს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს, იქ მოგვიმზადეთ. გამოვიდნენ მისი მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში და იპოვეს, როგორც მან უთხრა და მოამზადეს პასექი. რომოს აღამოვდა 12-თან ერთად მოვიდა იგი. როცა დასხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე. ისინი დანაღვლიანდნენ და კითხეს სათითაოდ, მე ხომ არა ვარ, ხოლო მან მიუგო პასუხად. ერთი 12-თაგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჯამში ხელს ამოაძებს. თუმცა კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. იმ კაცისათვის უმჯობესი იქნებოდა არ დაბადებულიყო. როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ და თქვა, აიღეთ და ჭამეთ, ეს ჩემი სხეულია. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ და იქედან შესვა ყველა. უთხრა მათ, ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მეც აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალს ღვთის სასუფეველში. იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე. უთხრა მათ იესომ, თქვენ ყველანი ცდუნდებით, ვინაიდან დაწერილია, დავცემ წყენს და გაიფანტებიან ცხვრები. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ დაგიძღვებით გალილეაში. პეტრემ უთხრა მას, თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მაგრამ მე არა. უთხრა მას იესომ, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამ აღამს სანამ მამალი ორჯერ იყივრებდეს, სამჯერ უარ მყოფ. ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა, თუნდაც რომ მოკვდეს შენთან ერთად არ უარყოფო, ასევე ეუბნებოდნენ სხვებიც. მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელი იყო გეციმანია და უთხრა თავის მოწაფეებს, ისხედით აქ სანამ ლოცულობ. წაიყვანა თავისთან პეტრე, იაკობი და იოანე. იწყო წუხილი და ურვა. უთხრა მათ, სასიკვდილოდ არის დამწიხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ. ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა თუ შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი. თქვა, აბა მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელია. ამაცილე ეს სასმისი, მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ რაც შენ. მოვიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს, სიმონ გძინავს, ვერ შესძელი ერთ საათს გეფხიზლა. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნია, ხოლო ხორცი უძლური. კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყვებს ამბობდა. მოგრუნდა და მძინარენი პოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ და არ იცოდნენ რა ეპასუხათ მისთვის. და მოვიდა მესამე და უთხრა მათ, თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა, მოვიდა ჟამი. აჰა, კაცის ძე გადაეცემა ცოდვილთა ხელთ. ადექით წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი. ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ აჰა მოვიდა იუდა, ერთი 12-თაგანი და მასთან ერთად ხალხი מחვილებით და კეტებით, ბუდელ თავართაგან, წიგნობართაგან და უხუცესთაგან. ხოლო მის გამცემს მიეცა მათთვის ნიშანი და ეთქვა, ვისაც მე ვიამბორები, ის არის იგი, შეიპყარით და დაცვით წაეყვანეთ. მიეჭრა მას და უთხრა, რაბი, და იამბორა მას. მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს იგი. ერთმა იქ მდგომთაგანმა იძრო მახვილი, დასცხო მღვდელმთავრის მონას და ყუბი ჩაათალა. მაშინ იესომ უთხრა მათ, თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებითა და კეტებით მოხველით ჩემ შესაყრობად. ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით და არ შეგიპყრივართ, მაგრამ რათა აღსრულდეს წერილები. მაშინ მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ. ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველს სხეულზე ტილო მოესხა, მიყვებოდა მას და შეიპყრეს იგი. შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა. მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან. თავი მოეყარა ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა. პეტრემ შორიდან მისდია მას, თვით მღვდელმთავრის ეზომდე, დაჯდა მსახურებთან და ცეცხლთან თვებოდა. ხოლო მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. ვინაიდან მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხოვოდა. ზოგნი წამოდგნენ და ცილს წამებდნენ მას, ამბობდნენ, ჩვენ მოვუსმინეთ, რომ ლაპარაკობდა. მე დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამთხეში ავაშენებ სხვას, ხელთუქმნელსო. მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხოვოდა ერთმანეთს. მღვდელმთავარი ჩაჯდა შუაში და კითხა იესოს, ნუ თუ არაფერს უპასუხებ,
რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ? ის კი დუმდა და არაფერს პასუხობდა. შემდეგ ისევ კითხა მას მღვდელმთავარმა: შენ ახარ ქრისტე, ძე კურთხეულისა? იესო მიუგო: მე ვარ. თქვენი ხილავთ კაცის ძეს, ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებთან ერთად მომავალს. მაშინ მღვდელმთავარმა შემოეხია სამოსელი და თქვა: რაღად გვინდა მოწმენი, თქვენ გესმათ გმობა, რა სიტყვით? მაშინ ყველამ დაადო მსჯავრი მას, რომ სიკვდილს იმსახურებდა. ზოგიერთებმა დაუწყეს მას ფურთხება, სახე დაუფარეს და სცემდნენ და ეუბნებოდნენ, იწინასწარმეტყველეო და სახურნის სილას აწრავდნენ. როცა ქვემოთ ეზოში იყო, მივიდა მასთან მღვდელმთავრის ერთი მოახლეთაგანი. როცა დაინახა პეტრე, რომელიც თბებოდა, დააკვირდა და უთხრა: შენც იესო ნაზარეველთან ერთად იყავი. მან უარყო და თქვა: არ ვიცი და არც მესმის, რას ამბობო. და პეტრე გავიდა ეზოს გარეთ და იყივლა მამალმა. ხევალმა რომ დაინახა, იგი კვლავ უთხრა იქ მდგომებს: ესეც იმათაგანიაო. მან კვლავ უარყო. მცირე ხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს: ნამდვილად იმათგანი ხარ, რადგან შენც ხომ გალილეველი ხარ, ლაპარაკის კილოზე გეტყობაო. პეტრემ გიწყო თავის წყევლა და ფიცილი. არ ვიცნობ იმ კაცს, ვისედაც მელაპარაკებითო. ისვე მეორედ იყივლა მამალმა და პეტრეს გაახსენდა სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა: სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გაახსენდა და ატირდა. თავი მე-15. როგორც კი ინათა მღვდელმთავრებმა, უხუცესებთან, მწიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად მოითათბირეს და შეკრეს იესო. წაიყვანეს და პილატეს გადასცეს. პილატემ კითხა მას: შენ ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან პასუხად უთხრა: შენ ამბობ. მღვდელმთავარნი ბევრ რამეს აბრალებდნენ მას. პილატე კი კვლავ ეკითხებოდა: არაფერს უპასუხებ, ხედავ რამდენს გაბრალებენ. მაგრამ იესო აღარაფერზე პასუხობდა და ეს აუცებდა პილატეს. დღესასწაულზე იგი უთავისუფლებდა ხოლმე მათ ერთ პატიმარს, რომელსაც თხოვდნენ. ხოლო იყო ვიღაც ბარაბად წოდებული, მიამბოხეებთან ერთად შებურკილი, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ. ავიდა ხალხი და დაუწყო თხოვნა იმისა, რასაც იგი ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ. პილატემ კი მიუგო პასუხად: გინდათ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე? ნედან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გადასცეს იგი. მაგრამ მღვდელმთავრებმა აღძრეს ხალხი, რომ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის. ხოლო პილატემ კვლავ უთხრა პასუხად: რაღა უყო მას, ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდებთ? მათ კვლავ ეყვირეს: ჯვარსაც ვიგი. ხოლო პილატემ უთხრა მათ: რა ბოროტება ჩაიდინა? მაგრამ ისინი უფრო მეტად აღვიდნენ: ჯვარსაც ვიგი. მაშინ პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარცმულიყო. ჯარისკაცებმა შეიყვანეს იგი იმ ეზოს შიგნით, ანუ პრეტორიაში და შეკრიბეს მთელი რაზმი. შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს ეკლისგან დაწნული გვირგვინი. დაუწყეს მას მისალმება: გიხაროდეს იუდეველთა მეფევ. ლერწამს ურტყამდნენ თავში, აფურთხებდნენ და უხმოყრილნი სცემდნენ თაყვანს. როცა დასცინეს, გახადეს ძოწეული და მისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და გამოიყვანეს, რომ ჯვარზე ეცვათ. აიძულეს ვიღაც გამლელს, სიმონ კვირინელს, ალექსანდრეს და რუფუსის მამას, რომელიც ყანიდან მოდიოდა, ეზიდა მისი ჯვარი. მიიყვანეს იმ ადგილას, რომელსაც ქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. მიაწოდეს მურნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ მიიღო. ჯვარსაცვეს და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით, ვის რა ერგებოდა. მესამე საათი იყო, როცა ჯვარსაცვეს იგი. იყო წარწერილი წარწერა მისი ბრალდებისა: მეფე იუდეველთა. მასთან ერთად ჯვარსაცვეს ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ. აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: ავაზაკთა შორის შეირაცხა. გამლელები კი თავს აქნებდნენ და გმობდნენ მას და ამბობდნენ: ეჰე ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენ საკუთარი თავი და გადმოდი ჯვრიდანო. ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან ერთად დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სხვებს იხსნი და საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლიაო. ქრისტე მეფე ისრაელისა, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთო. მასთან ჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას. მე-6 საათზე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა მე-9 საათამდე. მე-9 საათზე შესძახა იესომ დიდი ხმით: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი, რაც ნიშნავს: ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე? იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს:
აჰა, ელიას უხმობსო იგი. ერთი ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გაავსო. წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა დასალევად. თან ამბობდა, აბა ვნახოთ თუ მოვა ელია მის გარდმოსახსნელადო. ხოლო იესომ ხმამაღლა შესძახა და სული განუტევა. მაშინ ტაძრის კრეცსაბმელი ორად გაიხა ზემოდან ძირამდე. როცა მის წინაშე მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შესძახა და განუტევა სული, თქვა, ჭეშმარიტად ღვთისძე იყო ეს კაცი. აქ იყვნენ ქალებიც, რომლებიც შორიდან უზერდნენ, მათ შორის მარიამ მაგდალელიც, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი და სალომე, რომელნიც მაშინ როცა ის გალილეაში იყო, თან დაყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ასევე მრავალი სხვაც, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ იერუსალიმს. როგორც კი მოსაღამოვდა, ვინაიდან იყო პარასკევი ანუ შაბათის დამდეგი, მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადაც მოელოდა ღვთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. პილატეს გაუკვირდა, რომ იგი უკვე მკვდარი იყო, დაუძახა ასისთავს და კითხა, დიდი ხანია მოკვდა, რომ შეიტყო ასისთავისაგან, აჩუქა იოსებს გვამი. მან იყიდა ტილო, გარდა მოხსნა იგი, შემოახვია ტილო და დაასვენა სამარხში, რომელიც კლდეში იყო ნაკვეთი და ლოდი მიაგორა სამარხის კარზე. მარიამ მაგდალელმა და მარიამმა, იოსეს დედამაც დაინახეს, სადაც დაასვენეს იგი. თავი მე-16. შაბათი გავიდა თუ არა, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს სურნელებანი, რომ მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. შვიდეულის პირველ დღეს დილა ადრიანად მივიდნენ სამარხთან მზის ამოსვლისას. ერთმანეთში ამბობდნენ, ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? გაიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ძალიან დიდი კი იყო. შევიდნენ სამარხში და დაინახეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, სპეტაკის სამოსლით შემოსილი და შეკრდნენ. მან კი უთხრა, ნუ გრთებით, თქვენ ეძებთ ჯვარცმული ესო ნაზორეველს, იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა ადგილი, სადაც ის დაასვენეს. მაგრამ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს. აჰა წინ მიგიძღვით იგი გალილეისაკენ, იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის. გამოვიდნენ და გაიქცნენ სამარხიდან, ვინაიდან ცახცახმა და წრწოლა მაიტანა ისინი. არავის არაფერი უთხრეს, რადგან ეშინოდათ. შვიდეულის პირველ დღეს ადრე აღმდგარი პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც 7 ეშმაკი განდევნა. ისიც წავიდა და შეატყობინა მათ, ვინც მასთან იყვნენ ხოლმე, გლოვიარეთ და მოტირალთ. ხოლო მათ როცა მოისმინეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, როცა სოფლისკენ მიდიოდნენ. ისინი მივიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც იმათ ირწმუნეს. მოგვიანებით ეჩვენა იმ 11-ს ინახათ მსხდად და უსაყვედურა ურწმუნოება და გულქვაობა, ვინაიდან არ ირწმუნეს მათგან, ვინც აღმდგარი იხილა იგი. უთხრა მათ, გადით მთელ წუთი სოფელში და ყოველ ქმნილებას უქადაგეთ სახარება. ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება. მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები. ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, გველებს აიყვანენ და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან ისინი. ასე მათთან საუბრის შემდეგ უფალი ესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღვთის მარჯვნივ. ისინიც წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდები ნიშნებით. ამინ.